რესტორნიდან ჩემო სიხარულო ულამაზესო ადამიანო როგორ ახარ დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ძალიან კარგად შელე როგორც უკვე გითხარი ძალიან კარგად ვარ და თქვენ კარგად უკვე გემრიელი რაღაცეები კი ანი წინ ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ და მე უნდა გაგაცნოთ თქვენ შეფსარეული ანჯელო ბონჯორნო ბონჯორნო ტუტი ბონჯორნო ანჯელო თქვენთან ერთად კი ბატონო ემილიანას გავაკეთებთ ეს არის პასტა ლაზანია და მე დავიწყებ რა არის ლაზანია გითხარი ლაზანია ეს არის პასტის ერთ-ერთი სახეობა აი დაახლოებით ასეთია თხელი ფირფიტები ესეც აქ მზადდება მე ისიც მინდა აუხსნა GDS-ის მაყურებელს რომ აქ თითოეული ყველი დაუშვათ ბეიკონი ხო ყველა ინგრედიენტები ეს ზეითუნის ზეთი დაუშვათ ეს ყველაფერი სოლემიოში შემოდის იტალიიდან დიახ იტალიურია და ახლა მე ვასწავლი ძალიან მარტივი მოსამზადებელია თუ როგორ გავაკეთოთ ეს პასტა. აბა გვასწავლე, მეც ძალიან მაინტერესებს. ბატონო, აი ვდებთ ესეთ სპეციალურ ყალიბს ფოლგაზე. მე ვიღებთ ეს არის საქოლის ხორცის ფარში. ტომატთან ერთად. ამას ვდებთ უკაცრავად ჯერ მინდა რომ დავასხა აუცილებლად რო არ მიეკროს ზეთი რომელიც ძალიან იკრობა და ამ შემთხვევაში მაგიტოვას ხა? ცოტა უნდა კი ბატონო რო არ მიეკროს. შემდეგ ვდებთ აი ასე ამ ფორმის მსგავსად ამ ფორმის მსგავსად კი ბატონო ახლა ვაფარებთ ჩვენ ლაზანიას ესე დავადებთ ისევ ეს სხვადასხვა არის ძალიან გემრიელი იტალიური კერძი რომელიც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გასინჯოთ სოლემიოში აქ არის ძალიან საკმარისია ხო ეს? კი, აქ არის საკმაოდ მრავალი კერძი, ბევრნაირი რიზოტოები აქვს, ძალიან ბევრნაირი პასტები აქვს, ძალიან გემრიელი წვნიანები, პიცები. ნუ იტალიურ სამზარეულო პასტის გარეშე და პიცის გარეშე წარმოუდგენელია. ასე პარმეჯანოს. ცოტაც. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ავიღოთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე. ესე იდგმება ღუმელში? კი, ეს ასე იდგმება ღუმელში 180 გრადუსზე და დაახლოებით 20 წუთი უნდა ამის გამოცხობას. ნუ რა თქმა უნდა, დროის სიმცირის გამო კი, ახლა ჩვენ ამას ვერ მოახერხებთ და კი, და გაგასინჯებთ უკვე მზას და ანჯელოს თხოვთ რომ დაიწყოს. ანჯელო დაიწყოს პიცის მომზადებას. აბა დავიწყოთ. სოფია ლორე. პომოდორო. ესე იგი პომიდორო უნდა ხო ამას მივხვდი. სოფი ლორენი ქვია, მინდა მაყურებელს უთხრა რომ ამ პიცას ქვია სოფი ლორენი და სოფი ლორენი რატო ქვია ალბათ? ნუ ეს იტალიური პერსონაჟია და მაგიტო აქ აქვთ კიდე პიცა მონიკა ბელუჩი. მინდა გითხრათ. ნუ აი, ნამდვილად იმსახურებენ ეს ქალბატონები. კი, რა თქმა უნდა, იმსახურებენ. მოცარელა. იტალია მოცარელა. დიახ. მოვაყაროთ ესეც. შემდეგ ეს მოცარელა რაღაცა განსხვავებულად არის დახეხილია ეს არის გატარებული ხო მანქანაში ეს არის პროშუტო მე მინდა პროშუტო ეს არის იტალიური ბეკონი რომელიც ღორის მუცლის ნაწილებისგან მზადდება იტალიური სუნელებით მე ეს ხის ჩხირებში ამაგრებენ ამას ასე აშრობენ ნუ არის უგემრიელესია და სოკო ეს არ ვიცი როგორ არის იტალიურად სოკოს მინდა აღნიშნო ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა რომ არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვს სოლემიოს ძალიან იშვიათია ასეთი სამზარეულო ასევე მინდა ვთქვა რომ სპეციალურად პიცისთვის არის მარმარილოს ზედაპირიანი მაგიდა ოპერატორს მინდა ვთხოვო ეს პიცის გასაპტალო ცომის გასაპტალებლად ხო? ცომეული უნდა გამზადდეს მარმარილოს ზედაპირის მაგიდაზე. და კიდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამზარეულო ჩანს პირდაპირ დარბაზიდან ოპერატორს თხოვ რომ აჩვენოს, ანუ მომხმარებელი უყურებს თუ როგორ კეთდება კერძები. და ხო, და კარგად ჩანს ძალიან დარბაზიდან. ძალიან კარგად ჩანს ნებისმიერს. და რომ იცი რა უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ ჩვენ აქ ესე დაგვიშვეს უქუდოთ, ეს არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გამონაკლისია, კი სხვათა შორის მე მომცეს ქუდი უბრალოდ ძალიან არ მიყვარს ქუდების დაფარება და მე დავიფარეთ სამწუხაროდ მე და რომამ თუმცა ჩვენთვის გაუშვეს ეს დაუშვეს ეს გამონაკლისი იშვიათი გამონაკლისი ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის მზად არის ხო
ეს ფინიში. კი, მზად არის? მზად არის ის წვება 300 გრადუსზე, უნდა ძალიან რამდენი წუთი უნდა დაგვიწყდეს? 5-10 წუთი მაქსიმუმ, მოყოთ 300 გრადუსიან ღუმელში უნდა გამოწვეს. ეს ლაზანია არის, უნდა გავსინჯო აუცილებლად. ნახეთ, როგორი ოპერატორს თხოვრო აჩვენოს კადრში, როგორი ლამაზად არის. გაფორმებული არის ლამაზად. Bellissimo, Angelo, ხო? Bellissimo. Si. მოდი რომ მათან გავსინჯო და ამასინჯე თუ შეიძლება. ეს რამდენ ხანში ცხება? ან მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ. ეს ცხება დაახლოებით 20 წუთში 180 გრადუსიან ღუმელში. აქ არაჩვეულებრივი კონვენციური ღუმელი აქვს. ძალიან დიდი მადლობა. დაგიკავებ მიკროფონს. მადლობა. მე ძალიან გემრიელი ხება, დარწმუნებული ვარ. ლამაგარია? ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია და გუსტო, მგონი იტალიურად არის გემრიელი, თუ არ ვცდები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო რომა. მოდი ახლა ჩვენ პიცას დაველოდოთ, ხო? ჩვენი პიცაც მალე იქნება, დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, კი თუ მოვასწარით ჩართვაში. მე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა იტალიური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულოა და ეს ერთ-ერთი პირველი იყო სიცილიის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც ძალიან განვითარდა კულინარია. და ადრე ხო მზარეულებს ჰქონდათ უზარმაზარი ფასი და გავლენა იტალიაში. კი, იმიტომ რომ პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთიდან იტალიაში შევიდა სუნელები, სადაც მე მომზადდა ძალიან მრავალფეროვანი საკვები. ნამდვილად გეთხოვები და სიცილიაში პომიდორო, ანუ მასში შემოვიდა, მე როგორც ვიცი. კი, პომიდოროს და მრავალი სხვა სუნელი. უკვე განვითარება იტალიაში. და ნუ რა თქმა უნდა, პასტები ეს უკვე იტალიური თემაა, რომელსაც პასტა უკვე ასოცირდება იტალიურ სამზარეულოდ. ყველაფერი პასტაა, ლაზანიაც პასტაა, უბრალოდ ვერმიშელი რო აიღო, ისიც პასტაა, სპაგეტიც პასტაა. არის პენე, ანუ ფორმის მიხედვით არის. რა პენე არის, მაგალითად, წაკვეთილი ზედაპირები აქვს, ირიბად, ეს არის მრგვალი. არის პეპელის ფორმის პასტები. და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალიან განსხვავებულია იტალიური სამზარეულო და თვითონ რეგიონები და ქალაქებიც განსხვავდება თავისი სამზარეულობით. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთში დაუშვათ სხვა ის აქვს. სხვა სამზარეულოა, სიცილიაში სხვა სამზარეულოა. ან შეიძლება იტალიელებმა განსხვავებულად მოგიმზადონ, თქვათ პასტაც იგივე, ანუ მაინც განსხვავებულად ამზადებენ. კი, განსხვავებულად. სხვადასხვა აქ არის ძალიან გემრიელი, წითელი ღვინით ამზადებენ პასტას, რომელიც არის უგემრიელესი პასტა, ალბათ სხვა დროს კიდე გვექნება აქედან ჩართვა და მაგერც მოვამზადებთ. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა. არაფრის. ჩვენ მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ. მე სასიამოვნო დღეს გისურვებთ დროებით. ახვამდის.